თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით მაყურებლებო, ვინც სოციალური ქსელით უკვე შემდეგ ნახავთ ჩვენს გადაცემას. ჩემი გადაცემის სტუმარი არის თაკო ჯუმბურიძე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც გახლავთ ხონში, მე ვიტყოდი ხონში არა, საქართველოში ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი, საკმაოდ საინტერესო, სამასწავლო ტურიზმში ჩართული რესტორნის მენეჯერი, ზოგადად საკმაოდ გამოცდილი მენეჯერი, ამის შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ გვინდა რომ როდესაც ვსაუბრობთ სამასწავლო ტურიზმზე, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტებზე, მაღალ სტანდარტებზე, რაც უნდა მოვემსახუროთ ყველას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, მოდი ვთქვათ, თბილის გარეთ, მე ახლა იმდენია რომ ხონი ამას არ იმსახურებს, ძალიან ერთად იმსახურებს, როგორც რესტორანიც, უბრალოდ თბილის გარეთ მაინც მეტნაკლებად არის თითქოს განვითარებული ბევრი რაღაცა, მაგრამ ვინც კი იმ რესტორანში აღმოჩნდება, აუცილებლად მიხვდება, რომ არის სხვაგან ევროპაში და კიდე ცოტა იქეთაც. თაკო, პირველ რიგში ვიდრე ვისაუბრებდეთ ამ წარმატების ფორმულაზე, რაც ქალბატონმა ინგამ, ამასაც გავაცნობთ მაყურებელს, ვინც გააკეთა ეს სამასწავლო სივრცე, სადაც არის ასე როგორც ქართული კერძები, ასევე ევროპული კერძები და ნებისმიერ სეგმენტია ის გათვლილი და ნამდვილად მაღალი კლასია, პირადად ვეუბნები ვარ და ვიცი რასაც ვამბობ და მსგავსი სივრცე მართლაც არ მინახავს. მანამდე ჯერ მინდა თქვენი თავი გავაცნოთ ჩვენს რადიო მსმენელებს და ასევე სოციალურ ქსელით ვინც ვიყურებს მაყურებელებს. გითხარით, საიდან მოდიხართ და როგორ აღმოჩნდით ხონში? აქვე უნდა ვთქვათ, რომ თაკო ხონელი არ არის, ქუთაისელია, რაგასამალია და ჩემი მეგობარია და ჩვენ ქუთაისის წლებია მოვდივართ ოჯახებით და ბოლო პერიოდია შენ სულ ხონში ხარ. აი ხონამდე როგორ მოხდი, ჯერ დავიწყოთ თქვენი გაცნობით და თქვენი ოჯახით და პირველ რიგში გამარჯობა და მადლობა რომ მომიწვია, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ყოფნა, იმიტომ რომ ხონი ჩემთან დღესდღეობით ისეთ ჭიდრო კავშირშია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტებში მონაწილეობის მიღება. მე თაკო ჯუმბურიძე ვარ, რეალურად მთელი ცხოვრება ქუთაისში მოღვაწეობდი, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ტურიზმთან ჭიდრო კავშირი დაიწყო სასტუმრო ბაგრატი 1003-ით, რომელიც თქვენთვის კარგად ნაცნობი არის. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ასაკი და ერთ-ერთი მაშინ ქვეყანაში ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმრო. ანუ თქვენ სულ სამასწავლო ტურიზმში ხართ. კი, ასე გამოდის. ტურისტთან გაქვთ ყოველთვის საქმე. მაშინ არ იყო ესე ფართოდ, ესე რომ ვთქვათ, არც სერვისზე ცნობილი, არც ტურიზმზე და რაღაცა პირველ ნაბიჯებს გამდით, მაგრამ დღესდღეობით უკვე ყველაფერი შეცვლილია, დღესდღეობით ნამდვილად განვითარებულია ტურიზმის სფეროც, სერვისიც, მართალია ვაწყდებით რაღაც ბევრ პრობლემებს, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ დახვეწილია ყველაფერი უკვე შეესაბამება მაღალ სტანდარტებს, ესე რომ ვთქვა და ნელ-ნელა უფრო მეც ვსწავლობთ, უფრო მეც ვიგებთ, შეცდომებსაც ვუშვებთ, ვასწორებთ და ასე შემდეგ. ამიტომ დღესდღეობით თამამად ვიტყვით, რომ ტურიზმი ქუთაისში რა თქმა უნდა და ხონშიც ნელ-ნელა უფრო იხვეწება და ვითარდება. რაც შეეხება ჩემ მოღვაწეობას წვენებში, დაახლოებით 2 წელია უკვე წვენებთან ჭიდრო კავშირი მაქვს და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ხმამაღლა ვიტყვი, რომ ქუთაისი შეიძლება ვერ შემიცვალოს, მაგრამ მეორე ქალაქია ჩემთვის, უდიდეს დროს ვატარებ აქ. ჭიდრო შეხება მაქვს ხონელებთან და ძალიან კარგად ვიცნობ და გული მწდება, რომ ხალხი არ იცნობს ამ ქალაქს, ისე როგორც საჭიროა, არც მე არ ვიცნობდი ადრე სანამ წვენებთან. უდიდესი წარსულის და ის. რა თქმა უნდა და არ მქონდა სამწუხაროდ არც მე ინფორმაცია და ძალიან ბევრ თუ ჩემ ნაცნობებს, მეგობრებს, ანუ წვენებმა რაღაცა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი გარდასახვა მოახდინა. გამაცნო ხონი, გამაცნო ხონელები, თანამშრომლები ჩემი 80% თითქმის ხონიდან არის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ესე კარგ ურთიერთობაში ვარ დღესდღეობით ამ ქალაქთან, იმიტომ რომ რაღაცა სხვა კუთხით დავინახე ყველაფერი და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ესეთი ობიექტები არა მარტო ხონში იყოს, არამედ საქართველოს ისეთ კუთხეებში იყოს, რომელიც არ არის ფართოდ ცნობილი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, როგორ გაიცნობენ ქალაქს. მე მგონია, რომ წვენებმა საკმაოდ ბევრ ხალხს გააცნო ხონის სხვა კუთხით. ხმამაღლა ვიტყვი ამას და იმედი არ მიცხენენ, იმიტომ რომ ნამდვილად მეც როგორც ერთ-ერთი ქუთაისელი
არ ვიცნობდი და დღესდღეობით მადლობა წვენებს, რომ ხონს ესე ვიცნობ უკვე ძალიან ახლო. თუმცა თქვენ ამ სარესტორნო ბიზნესში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ. რამდენიმე მე მგონი 4-5 რესტორანში იმუშავეთ მენეჯერად, აქაც მენეჯერი ხართ. მინდა რომ ქალბატონი ინგას შესახებ ისაუბროთ, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ წვენებზე, ეს არის საჩუქარი, რომელიც ქალბატონმა ინგამ ნამდვილად საჩუქარი გაუკეთა მის ქალაქს, იმიტომ რომ პირველი რესტორანი თავიდან სადღაც წყალში თევზები დადიან და შენზე ხარ რესტორანში, შენივი წყალი რაღაც კუნძულებზე და იქ მიირთმევს ადამიანი, ასე ვთქვათ, რაღაც უცნაურად ეზო რაღაც არაჩვეულებრივი დეკორატიული ბაღებით, ამდენი ხეებით, მაგრამ წყალკოტი და ბაღნარია, ნამდვილად ქცეული ეს ადგილი და ამას ახლა მარტო ისე ხოლოდ ბიზნესისთვის და თუმცა ბიზნესისთვის თქვა ნამდვილად არა, დიახაც ფული უნდა იშოვოს არა და საკეთებ ადამიანი, წავიდა ის დროს ჩემ ბავშვობაში იყო. ჩემ ბავშვობაში ჯერ კიდევ აღარა. ჩემ ბავშვობაში იყო ცოტა სირცხვილი, ფული შოვა. ხო და რა თქმა უნდა ბიზნესი იმიტომ რომ ფული იშოვოს ამ ყველაფერმა, იმ რესტორანზე ყოლა, მაგრამ აქ კიდე სხვა რამე დავინახე მე ამ ქალბატონში. იმდენ კარგ რაღაცას აკეთებს იქ. აი მართლა გაოცებული დავჭი. ფიზიკურად მუშაობს თვითონ. ფიზიკურად და ახლა საფუძვლებში ფიზიკურად მუშაობს. არ უყვარს როცა ბევრს ლაპარაკობ, ზოგადად ბევრს საუბრობთ, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ სხვა ნებისმიერ ქალაქში, ცენტრალურ ქალაქებში, ასე რომ ვთქვათ, იმდენ პრობლემას ნამდვილად არ წააწყდება და ქალბატონი ინგა, რასაც შეიძლება დღესდღეობით ყოველდღიურობაში აწდება, მაგრამ ეს ყველაფერი უღირდა, იმიტომ რომ უყვარს მისი ქალაქი და უნდა და მაქსიმალურად მის ქალაქში გაიკეთებია უდიდესი სივრცე, სადაც თვითონაც ეს სიამოვნებოდა ჩამოსვლა მის სტუმრებსაც და რა თქმა უნდა ხონის ნებისმიერ სტუმარს. პლუს ამას ვიტყვი იმას, რომ ძალიან დიდი პროექტებია, წინ ეს არ იქნება მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი, უფრო და უფრო განვითარდება და რამოდენიმე თვეში ჩვენ პირადად დავინახავთ ამ ყველაფერს და სიამოვნებით მოგიწვევთ რა თქმა უნდა და გაგაცნობთ ჩვენი ახალი პროექტების შესახებ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ უფრო და უფრო უნდა განვითარდეს, უფრო და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ქალაქისთვის და აქ ჩამოსული სტუმრებისთვის. ამიტომ ქალბატონი ინგას ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს ერთგვარ კომპლექსად გადაიქცეს, არ იყოს მხოლოდ რესტორანი და კვების სეგმენტი არ იყოს მხოლოდ ჩვენი. კი ბატონო, სასტუმროზია, უფრო დიდ რაღაცა განვითარებებზე არის და იმედია ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი უკეთ და უკეთ წარმოვაჩინოთ სხვების თვალში. თაკო, დღეს უკვე თანამედროვე გასაგებია გასტრონომიაზე და გითხავთ, ქართული გასტრონომია უნდა იყოს და არის კიდეც სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნის. ისე როგორც სხვა ყველა ქვეყნის გასტრონომია. ეს არის ქართული მორი რა თქმა უნდა, ხოლო გასტრონომია, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა იცნობა თავისი კულინარიული შედევრებით, გასტრონომიით, თითოეული კერძი ყვება ამბავს, ისტორია და თავისი ქვეყნის განვითარების, ისე როგორც ღვინო არ არის მხოლოდ ალკოჰოლი, კულტურა საერთოდ ქვეყნის მთლიანად. ამ კუთხით მე ვიცი რომ თქვენ ძალიან პროფესიონალებს დაუკავშირდით თავის დროზე, ეს შეფებით დაწყებული და მთარებული შედგენილი, არ არის მარტივად და უბრალოდ ხო რაღაცა ისე, იმიტომ რომ წავიდა ახლა ის დრო, როცა ისა რაღაცა თითქოს კარგი ბაზარში ნაყიდი რაღაცა აღარ არის ესე, გაზის და თემის სოფლიო ხა თუ რაღაცა ამ ვარდის ფოთოლი არ აგდია თევზზე და რაღაცა ყურშიც არ აქვს ვარდი კარჭობილი, ხო რაღაცა ისე უკვე აღაჭამს ადამიანი ასე და მე ახლა თაობა ვარ მანქანის ეგრეთ წოდებული კაპოტებს უშლიდით უბრალს და ეს არაგიან ზანგებნათაც მავსოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა აღარ არის ეს ძალიან გაზის და ადამიანების ქართველების მათ შორის თუ აქ არ იქნა შესაბამისი გარემო, თუ აქ არ იქნა შესაბამისად შექმნილი ინფრასტრუქტურაც და კომფორტი, ხო? ისე არ გახარჯავს ფულს და ურჩევნია სხვაგან დადგეს, შეიძლება უფრო გემრიელს აკეთებდეს ვიღაცა. მაგრამ ურჩევნია სადაც თვალი ლამაზად უყურებს ამ ყველაფერს და ამ კუთხით როგორ ამ ბიზნესში საქმე და როგორ უნდა იყოს. გეთახმებთ იმაში, რომ დღესდღეობით გასტრონომია უფრო ქართულია რაღაცა თვალის მომჭრელ და ლამაზ რაღაცებზე ვიდრე ესე რომ ვთქვათ გემოებზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი გადაბრანჭული კერძები უფრო უყვართ ესე რომ ვთქვათ. ჩვენთანაც მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ძველი გემოების ახალი ინტერპრეტაციები წარმოვადგინოთ და სხვა სერვირებით და არა ესე. სხვა სერვირებით რაღაცა სხვანაირად უფრო ლამაზად გაფორმებული, თუნდაც დღეს ძალიან
ესე რომ ვთქვათ, მოდაში შემოვიდა ეს მიკრომწვანილები, განსაკუთრებული რაღაცა ყვავილები, როგორც ახსენეთ და ასე შემდეგ, რომელიც კაც უფრო ლამაზ, გემოს ვერ შეუქმნის, უბრალოდ რაღაცა სილამაზის მხრივ უფრო ესთეტიურ საჩეს, ესე რომ ვთქვათ და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მაინც გემოებისკენ ვართ ყოველთვის, იმიტომ რომ გემო მთავარია, რაც ადამიანს ამახსოვრდება. მით უმეტეს ტურისტს პირველ რიგში აინტერესებს გემო. როცა ჩამოდის, აინტერესებს ადგილობრივი კერძის დაგემოვნება და გემო და შემდეგ აინტერესებს სილამაზე. თუმცა ადგილობრივების ეს სხვანაირად არის გემოები, ყველამ კარგად ვიცით ჩვენი კერძების და ვიცით რომ ყველაფერი უგემრიელესი გვაქვს, უბრალოდ ის რაღაცა გალამაზებული და თანამედროვე წარმოჩენილი კერძები მოწონებას იმსახურებს. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, და ნებისმიერი კერძი გემოსთან ერთად იყოს რაღაცა დახვეწილი დიზაინის და გამორჩეული, რომელზეც ჩვენი შეფები ზრუნავენ, როგორც ვთქვით, ანუ მოწვეული შეფებიც, ადგილობრივი შეფებიც იდეალურად ართმევენ თავს ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად გამიგონია ესეთი რაღაცაც, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის კერძების პოპულარიზაცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გათვლა გაკეთდეს უცხოელ ტურისტზე, ხო? როცა ტურისტზე საუბრობთ, ის თავის თავში კი რა თქმა უნდა საკუთარ ქვეყანაშიც მიგრირებული ადამიანი, ბათუმელი იქნება, ქუთაისელი თუ თბილისელი მოცხოში ჩამოვა, ისიც ტურისტია, მაგრამ ეს ადგილობრივი ტურიზმია მაინც და განსაკუთრებული სიფაგიზით ალბათ უნდა მოვეკიდოთ, როცა უცხოელი შემოდის, ხო, საერთოდ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ელჩი ხარ იმ წუთში შენი ქვეყნის. თუ რაღაც შენი ქვეყნის მოქალაქესთან კიდე არ აუშავს, ხოლო რაიმე მოეწონება თუ არ მოეწონება. და განსაკუთრებულად ალბათ ყველა ასია, ხო, აწონებდეთ თავს. მე მაინტერესებს რამდენად მოწონთ. ჩვენ ატიპის ტურისტები ვხართ, ეგეც გითხარით რა ეროვნების, ძირითადად, იმიტომ რომ ალბათ მიმულია კანიონთანაც, მიმულია ხონის რამდენიმე ბუნებრივი ძეგლთან ეს ჭანჭკელი, წყალვარდნილი, დადიანების სასახლე, რაღაცა ბევრი კარგი ტურისტული ობიექტია ხონში ნამდვილად ამ კუთხით. და როცა მოდის ეს ტურისტი, როცა უკვეთავს ქართულ სამზარეულოს, რა არის ძირითადი კერძები და გაგვთვალ ასევე ევროპულიც, იმიტომ რომ სწორად გამიგეთ, ყველა ვერ უძლებს ამ შენ საცივს, ამ შენ რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, ამ შენ იგზიან რაღაცას, რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, ამ შენ ორგანიზმის ხო, რაღაც არის, ხო, ეხლა ისა ხო, იგივე ხა ქართველი ვარ და ზოგიერთ ქართულ კერძს მე ვერ ვუძლებ. ხო, რომ მიჩვენე რაღაცა კიდე სხვა მართლა ფრიჯამა, მარტო და არ შეჭამო ის რაღაცა შედევრი როა ზოგიერთი კუთხის. ვერ ვჭამ ზოგიერთი კუთხის რაღაც სამზარეულოს, აღარ ვიყრე ხა იმ კუთხებს, არ დამესხას ვინმე თავზე. ხო, ზოგიერთ რაღაცას ვერ ვჭამ. ხო, აქ როგორ არის უცხოელებთან საქმე? უცხოელებს ზოგადად ჩვენ რა გამოცდილებაც გქონია, ყოველთვის რა თქმა უნდა ქართული კერძები აინტერესებთ, უბრალოდ ყოფილა შემთხვევა, როცა თხოვენ რომ ვთქვათ ნაკლები სიცხარით გავაკეთოთ, იმიტომ რომ ალბათ გამოცდილება აქვს იმის, რომ რაღაცა საზღვარგარეთთან შედარებით ჩვენ ბევრად მარილიანი გვიყვარს, ბევრად ცხარე გვიყვარს, ბევრად გემოების თამაში გვაქვს. აზიურ სამზარეულოში იმდენი ცხარეა, მეგრელებს არ დაესიზმრება, ხო? კი. ძირითადად ჩვენ რასაც ვთავაზობთ და ესე მოწონებას იმსახურებს, რა ხაჯაპური ისეთი არის, რომ ყველგან დააგემოვნებ და რაღაცა ცუდი არ გონია სადმე იყოს, მაგრამ ნუ იმერეთში ხა ხაჯაპურ შეჭამ ისეთი სამწუხაროდ სხვა რეგიონებში არ არის, როგორც აი თქვათ აჭარული ხაჯაპური უნდა ჭამო აჭარაში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთან მაინც ფავორიტად ეს ტურისტები ირჩევენ და ჩვენს რასაც თავაზობთ, პირველი შქმერულია და ნუ უზომოდ მოწონთ და გამოცდილება გვაქვს იმის, რომ აი გემოებზე გიждდებიან, ძალიან მოწონთ აი კენკრისებრ სოუსებში რაც გვაქვს მაგალითად ან ტყემალი და ასე შემდეგ, თუნდაც სოუსები, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს გავსი რაღაც და ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს და როგორც თვითონ ეძახიან ბარბეკიუ, ეგრეთ წოდებული მწვადის ნაირსახეობა, რომელიც ჩვენთან მაყალზე იწვება და რაღაცა ის სუნი, ის გემო, ის შეფერილობა მათთვის რაღაცა უფრო ისეთი არის, საინტერესოა და გემრიელად ეჩვენება, შეიძლება თვითონაც ანალოგიურს აკეთებენ, მაგრამ ჩვენთან ეს თუნდაც ხორცის წინასწარ ჩაბასტურება ასე შემდეგ, რაღაც უფრო განსაკუთრებულ გემოებს. აქედან გამომდინარე, ბევრი კერძია ისეთი, რომელიც მოწონთ, ნუ ღვინოებში აღარ მაქვს საუბარი, რომ გიждდებიან და ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს და ჩვენ სამბოლოო დროს ვცდილობთ, რომ რაღაცა მცირე მეწარმეების ღვინოებიც გქონდეს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა, საოჯახო მარკეტინგი, იგივე ხონში, იმერეთში, ავიცი, უფრო საინტერესოა, მინდა რომ ესეთი პროდუქტი შევთავაზო, რასაც ნებისმიერ მარკეტშია, თუნდაც რაღაც ალკოჰოლის მაღაზიაში ვერ შეიძენენ, იმიტომ რომ უფრო მეტად რაღაცნაირად ალბათ დავაინტერესებთ ამით, რომ აღვხსნით როგორ რა ხდება, ვინ არის მწარმოებელი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საოჯახო რაღაცა ბიზნესებსაც ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ და მოწონებას ნამდვილად იმსახურებს. ეს კერძებიც, რაც შეეხება ევროპულ სამზარეულოს, მხოლოდ იმიტომ დავამატეთ, რომ ქართველების მოთხოვნა უფრო არის ევროპულ სამზარეულოს, თუნდაც ის პიცა,
თუნდაც ის კერძები, რომლებიც ევროპული სამზარეულოს რაღაცა ფავორიტებია ქართველებისთვის, ესე რომ ვთქვათ. თუმცა ვცდილობთ, რომ მაინც ქართულზე გქონდეს აქცენტი გადატანილი და ბევრი ევროპული ელემენტები არ შევძლიოთ ჩვენ მინიმუმს, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ქართული იმ დონეზე ბევრი კერძი არის, რაც ჯერჯერობით უცნობია და არ იცის თვითონ მეც თუნდაც საქართველოს წარმომადგენელმა კარგად არ ვიცი, მირჩევნია ჯერ ეს კერძები გავაცნო, კარგად შევთავაზო და ესე რომ ვთქვათ, დავაკმაყოფილო ამ ხრივ ჩვენი სეგმენტი და შემდეგ გადავიდე უკვე ევროპულ კერძებს. აქედან გამომდინარე, ევროპული კერძებით ცოტა თავს ვიკავებთ ევროპული კერძების მენიუში ჩასმას. კი ბატონო, თქვენ ღვინო ახსენეთ, ჯერ ბედნიერია ყველა ეს ქვეყანა, ვინც ღვინის ქვეყანაა, მათ შორის ვართ ჩვენ საქართველო და მეცაც გეტყვით. ერთ-ერთი ყველაზე და ერთ-ერთი კი არა, უკვე საერთოდ ვიკვებოდით ღვინის ერთ-ერთ ძველ ქვეყანად. და მეოთხე ადგილზე ვიყავით მსოფლიოში. ეს ამხელა რაღაც ათეულში მეოთხე ადგილზე იყო ღვინო როგორც ყველაზე დიდი კულტურის და ყველაზე დიდი ისტორიის მატარებელი მსოფლიოში. ახლა ითვლება, ახლა როგორც ახლა როგორ გითხრათ, ჩვენ ტურიზმის სკოლაში რო ვასწავლით, ხო, ღვინო ახლა ყველაფერი რაღაცის ქვეყანა რო ხარ, ძალიან მაგარია, ვიღაცა პურის ქვეყანა, ვიღაცა ლუდის ქვეყანა, ვიღაცა ვისკის ქვეყანა, ვიღაცა ისა რაღაცა ბანანის ქვეყანა, ხო, ახლა ბანანის რესპუბლიკას აგულისხმობ, ბანანი რომელიც ჩაის ქვეყანა, ყავის ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, რაღაც სეგმენტი რომ სოფლიოში გამოიჩენო, მაგრამ ღვინო არის ერთ-ერთი პირველი ამ ყველაფერში. აი, ისე რო აუხსნათ თან მაყურებელს, აი მაგალითად, კბილის ექიმი, რა თქმა უნდა, ექიმია და მასაჟისტიც მასაჟისტია, პედიატრი ექიმია და რას ქვია ექიმია რა, მაგრამ ნეიროქირურგი, ხო, სხვა რაღაცა არის მედიცინაში. ხო, ახლა ამას გულისხმობ. აი ესეა ამ მომსახურების სფეროში ღვინო, ყველაზე დიდი პილოტაჟია. ამის თქმა ამ კუთხით იყო ნომერი პირველი მსოფლიოში, ამის გააზრება ჯერ მეგონი ერთს არ აქვს გაკეთებული. კი. მეოთხე ადგილზე ვიყავით და ვიკვდებოდით ღვინის უდიდესი კულტურის ქვეყანად ისტორიით. და სხვა შორის ამ მოთხეულში წინ ირანი, დღეს ირანში ღვინოს ასობს არ არის. და ირანი ჩვენზე წინ იყო როგორც ღვინის უძველესი ქვეყანა. ხო და ეს არა ქვია, მაგრამ შულავერის მასში აღმოჩენილმა წიწებმა ქვევრში დავარგებულმა, რომელიც დაეგზავნა მსოფლიოს 7 ლაბორატორიას დამოუკიდებლად, ის ნიმუშების სხვა ქვეყნებიდან არ იცოდნენ რომელი ნიმუშები, 7-ვე ლაბორატორიის კანადაში, ისრაელში, გერმანიაში, ამერიკაში ერთად კეთებოდა, 7-ვე და დასკვნა რომ ეს არის ყველაზე ძველი ღვინის ქვეყანა, არ ვიცით ვისია, 7-ვე ლაბორატორია თან დაერქვა, 7-ვე ერთი აყოფილა განსხვავება. 7-ვე დაადგინა რომ წელთა რიცხვამდე 6 წლის უკან, ანუ 2000 აქეთ 8000 წლისაა ჩვენი ღვინი. არ ვიცი ახლა ეს იმხელა რაღაცაა ეს. რომ პატარა ქვეყნისთვის რთულია მსოფლიოში გააგონო ხმა, ჩვენი ჯვარი უფრო მძიმეა. დიდი ქვეყნის შვილობა კიდე ბევრი შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ ხმას ვერ დამალავ, რომ 8000 წლის ღვინო გვაქვს რაღაცა და ღვინის კულტურის ქვეყანა და აი თუ არის განსაკუთრებული ინტერესი, უცხოელმა თუ იცის ეს ყველაფერი, რაც მე ახლა მოვყევი, თქვენ ვიცით, რომ ზაგარად იცით და ქართველებმა ვიცით, აი თუ იცის, რომ ის უძველესი ღვინის ქვეყნის კულტურაში ირჩევს იმ რაღაც საოჯახო მარნისა თუ ისე რა ქვია ქართულ ღვინოს, ასევე ქართული წარმოშობილი გვაქვს, მიკროზონები გვაქვს უამრავი, ხოც არ აქვს მიკროზონა, სამწუხაროდ და ლეჩხუმის, რაჭის, ციცქაცოლი კაურის და ბაღდათის რაღაც მიკროზონები, სასწავლო ღვინოები გვაქვს, ნამდვილ კახეთზე აღარ ალაპარაკი, ხო? აი, თუ იცის ეს ისტორია და თუ არ იცის, რამდენად გყავთ გადამზადებული თქვენი მიტანები, ახლა სომელიე იქნება ყველა, მაგრამ რამდენად იციან ეს ან როგორ დაასხან საწოდი როგორ მოხადონ ზადების შესახებ ინფორმაცია, რამდენად ყვება ისტორია, ხა ეტიკეტზე აწერია ბევრი რაღაცა, მაგრამ ამის იქეთ წაკითხვა თუ იციან ღვინის. ეს ამიშოვანია. ტურისტებს ჯერ პატარა ისტორიას გავიხსენებ, ეხლა რამოდენიმე ხნის წინ ძალიან დიდი კორპორატული შეკვეთა ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 90% არ იყო ქართველი და იყვნენ ესე რომ ვთქვათ, საზღვარგარეთში მაცხოვრებლები, იყვნენ უცხოელები და როდესაც აი ესე დახვედრისას სასმელი გთხოვეს, რომ თუ შეიძლება ეზოში რაღაც მოვაწყოთ ლამაზ კუთხესაც სასმელ შემოგთავაზებთ. პირველი რატომღაც აზრი გაგვიწა, რომ შევხმიანებოდით ძალიან ისეთ ღვინის კომპანიებს, რომლებიც საკმაოდ ცნობილები იყვნენ, მაგრამ მე ამის ძალიან წინააღმდეგი ვიყავი. მოვიძიე ჩემს მეგობართან ერთად ძალიან კარგი საოჯახო ღვინოები, სადაც მართლა
200 და 300 ბოთლი აქვს მაქსიმუმ, ესე რომ ვთქვათ, გასაყიდი რაოდენობა და ამან ისეთი შედეგი დადო და ინდონეზია აქტოვანება გამოიწვია ამ ხალხში, რომ ვერც ერთი ნაყიდი და ესე რომ ვთქვათ, ქართული არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს, მაგრამ უბრალოდ ქართული არა ჩვეულებრივია. მე ვიждები ქართულ ვინოზე, მაგალითად არაფერს საგვიშვო არა ქართულ ვინოს. კითხულობდნენ, ანუ ყველაფრის ისტორია დაინტერესათ, რატო იყო ესეთი გემოები, ზოგი ქვევრის იყო, ზოგი ის იყო, მაგრამ ძალიან ისე გაყენებული და მოვლილი სათუთად ესე რომ ვთქვათ ეს ყველაფერი და ინდონეზე მოეწონათ მახსოვს ესე რომ დავრეკეთ და რაც ჰქონდათ დარჩენილი ჩამოვატანინეთ რომ თან წაეღოთ ანუ ყუთებით მოინდომეს რომ თან წაეღოთ და ეს რაოდენობა ღვინის ესე რომ ვთქვათ ამოუწურეთ მასპინძელს ბაღდათიდან იყო სხვათა შორის და ну ძალიან დიდი გავლენა იქონია და მივხვდი რომ სწორ გზას დავადექი მაშინ როდესაც გადავწყვიტე რომ ესე საოჯახო ღვინოებზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი სამწუხაროდ ნამდვილად სომელი დღესდღეობით ჩვენ რესტორანში არ ყავს თუმცა ძალიან დიდი სურვილია როცა უფრო მეტად განვითარდები და მოთხოვნაც უფრო მეტი იქნება ის არ არის სომელი თუმცა მე ვცდილობ რომ მაქსიმალური ინფორმაციები ყველა ღვინო რაც გვაქვს და ნებისმიერი ალკოჰოლი ზოგადად რაც გვაქვს ყველაფერზე თითქმის ინფორმაციები ვიცოდე და საბედნიეროდ ყველა ინფორმაცია მაქვს ვცდილობ რომ კადრები დავატრენინგოთ ისე როგორც საჭიროა მაგრამ ძირითადად მაინც ბარმენი რომელიც ჩვენთან ანუ დიდი ხანია უკვე მუშაობს და იცის ყველაფერზე ინფორმაცია მე და ასე შემდეგ ამ ცოტა ზედა კადრები ვცდილობ რომ ყველაფერი მივაწოდოთ მაქსიმალურად სწორად იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ინტერვიუში ხარებულ სხვაშია მაგრამ კადრების პრობლემა ინდონეზიაში და ინდონეზია ხშირად იცვლება ეს კადრები ასე შემდეგ ესე ყოველ რაღაც თვეში კადრი დაატრენინგო და ჩადო უდიდესი შრომა ძალიან რთული არის. აქედან გამომდინარე ის სეგმენტი რომელიც ვიცით რომ მუდმივად ვიქნებით ადგილზე და რაღაცა პერიოდის შემდეგ არ გავიქცევით, ჩვენ თავზე უფრო მეცოდნას ვიღებთ, ესე რომ ვთქვათ და გვინდა რომ უფრო მეტი ვიცოდეთ და მივიტანოთ სტუმრებამდე, ვიდრე ვთქვათ ესე დღეს და გუშინ მოყვანილ კადრებზე. ეს მიმტანების პრობლემა ყველგან დგას, ეს არის აბსოლუტურად ყველგან, მithumetes ეს იმუშავეთ აბათ იცით რომ ყოველთვის დგას ეს პრობლემა. ხო, იმიტომ რომ ну ახამას მიზეზებიც აქვს მარტო ხელფასის არა, თუმცა ხელფასი ძალიან განამწყვეტია რომ და კი, მაგრამ საქართველოში მიმტანებას როგორც პროფესია სამწუხაროდ არ უყურებენ, ეს არის ახალგაზრდული გამოტნეული როგორღაცა იცი, ის აქ ბარემ სტუდენტი ვარ და ვიმუშავებ, ბარემ სანამ ზაფხულია და ჯერ არ მივდივარ რაღაცა ვიმუშავებ, ან ბარემ, ესეთი ის არის. მithumetes ძალიან ხო, ამას სერიოზულად არ უყურებენ. სასიამოვნო პროცესია თუ გიყვარს მომსახურების სფერო, მე მენეჯერის პოზიციაზე ვარ, მაგრამ ხშირად მინდა ხოლმე და ვაკეთებ ისე რომ მე თვითონ მივდივარ მაგიდას და რატომ ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს ნამდვილად და მგონია რომ ეს პრობლემაც ასე თუ ისე ნელ-ნელა შეიცვლება. მithumetes ხონში წავაწყდი ამ პრობლემას იქიდან გამომდინარე რომ აი სულ ვთქვი რომ ადგილობრივი კადრები მყავდეს, მინდა რომ გადავამზადო აქვე იქნებიან რაღაც, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის რაღაც ესე მარტივად მოძიება. დღესდღეობით ხა ვინც მყავს ყველა აბსოლუტურად ან ქუთაისთან ჩამომყავს, ანუ ადგილობრივი მიმტანი დღესდღეობით არ მყავს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მყავდეს. იმიტომ რომ ჯერ ესეთი დასაქმების კუთხით ეხლა არ ამგონია მე ისე სახარებოდ იყოს ქვეყანაში საქმე და მithumetes მუნიციპალიტეტში რომ ადამიანის სამსახურს არ ეძებდეს. კი ბატონო, მაგრამ რატომღაც ეს კონკრეტული პოზიცია ვერ იწვევს დაინტერესებას. ნუ ანაზღაურებას არ აძლევს სათავეში. არა, ანაზღაურებაზე ნამდვილად ვიტყვი რომ ძალიან ნორმალური ანაზღაურება და ძალიან ბევრი მადზეც არის დამოკიდებული და ექსპერიმენტებს ვატარებთ ხოლმე, როცა ესე ეგრეთ წოდებულ ტიპზე მიდგება საქმე, რომ თქვათ საკმაოდ კარგად ტოვებენ თუნდაც ტურისტები და თუნდაც ადგილობრივები, ნამდვილად ვერ ვიტყვი დღეს მაგას. უბრალოდ რაღაცნაირად რომ გეუბნებთ არასერიოზულად უყურებენ, ვინც წერს თავიდანვე მეუბნება რომ ან ორი თვითუნდა მუშაობის დაწყება, ან რაღაცა აი მოვალ და ვნახოთ რა გამოვა ესეთი კადრი სამწუხაროდ ობიექტს არ აწყობს, ჩადოს შრომა, გაზარდოს ესე რომ ვთქვათ რაღაცა და მე მოხდეს ისე რომ არ რესტორანში გაატაროს ტრენინგი და მე ჩამოვიდა წავიდა ოფისში. სამწუხაროდ ამ პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ ასე თუ ისე გადავახვალე, იმიტომ რომ ახლოს არის საბედნიეროდ ქუთაისი, წყალტუბო, სადაც უკვე ასე განვითარებულია ესე რომ ვთქვათ შედარებით მომსახურების სფერო და კადრებიც ასე თუ ისე იქიდან მოყავს. რა უნდა ქნან არა მარტო თქვენ ვინც მენეჯმენტში ხართ ზოგადად ან ხელისუფლებებმა, ან ტურისტ დასაქმებულმა ადამიანებმა, ყველა დონის ხელისუფლების მოხდეს მხარის, ქალაქის, დაბის, სოფლის, ქვეყნის იმისათვის რომ უფრო მეტხანს გაჩერდეს ტურისტი იმერეთში, კიდევ უფრო მეტხანს ხონში, ვითი რომ დავამაგროთ და უშუალოდ საკმარისად გვაქვს სასტუმროები, ამისიან რესტორნები, ამ პირიქით ინფრასტრუქტურა შექმნილი გვაქვს თუ არა.
თქვენი აზრი მაინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ, ან ჩვენ საზოგადოებამ, ან თქვენ, ან ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მეტი და მეტი ტურისტი შემოვიდეს ჩვენს თემში. პირველ რიგში კონკრეტულად იმერეძე ვისაუბრებ და ქუთაისი ამ შემთხვევაში ძალიან გული წდება ყოველთვის როცა ამბობენ რომ ქუთაისი ერთდღიანი ტურია. ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი თემაა, იმიტომ რომ ქუთაისში დაბადებული გაზრდილი ვარ და მით უმეტეს ისტორიულ უბანში შაუმიანზე ესე რომ ვთქვათ, თითოეულ კარს თავისი ისტორია აქვს. თითოეულ სახლს თავისი უდიდესი ისტორია აქვს და როცა საზღვარგარეთ თუნდაც ერთი რაღაც ქვაც რომ იპოვონ ძველი შემოღობავენ და ამაზე ხსავენ უამრავ რაღაც ანუ არა პრომოუშენი აკეთებენ მიდიხარ. ძალიან ბევრი ისეთი ადგილია საერთოდ რაც არ არის ტურისტამდე მისული და დაწუნებული ვარ ძალიან დაინტერესებით. ხოლო ბაგრატი მოწამეთი და გელათი, სათაფლია და პრომეთი არ არის რაღაცა იმერეთის ესე რომ ვთქვათ დამახასიათებელი რაღაცა ღირსშესანიშნავი ადგილები. ძალიან ბევრი რაღაც არის, რასაც ჭირდება სერიოზული მუშაობა. თუნდაც აი სასტუმროების შეეხეთ, როცა სტუმრები ყავს და გვეკითხებიან რომ აი დალევა გვინდა, მოხენა გვინდა და რომელ სასტუმროს გვირჩევთ? ხონში არ გვაქვს სასტუმრო. ანუ რეალურად არ არის სასტუმრო, სადაც შეუძლიათ სტუმარს წავიდეს და დაისვენოს. ურჩევთ მაინც ან წყალტუბოს, ან ქუთაისს, რომელიც მაგალი კლასის სასტუმროა. რაღაც გესტჰაუსები და ისინი და სოფლებში უფრო. კი, ვეძებდი ამას და ესე ვერ წავაწყდი. სამწუხაროდ ინტერნეტში, ანუ ვერ ვიპოვე ინტერნეტში, შეიძლება სადღაც არის, მაგრამ ესეც არ არის ესე რომ ვთქვათ გაპიარებული ან არ ვიცით რატომღაც. აქედან გამომდინარე, ზუსტად მაგითო დაგვებადა აზრი, რომ ჩვენ კომპლექსს დავუმატოთ სასტუმრო, რომ ჩვენივე პრობლემა მოვიგვაროთ პირველ რიგში ის, რომ თქვათ ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ და მეორე ხონში როცა ვიღაცას დარჩენა მომდება, ან თუნდაც იმ კანიონიდან გამოივლის, ან თუნდაც კორპორაციულ კი ბატონო, იყოს ადგილი, სადაც უპრობლემო დარჩენია და ის ყველა ბანკეთს, ყველა სკოლა. ხო, და გულისხმობს იმასთან დარჩენას. მიდიან 2 დღით, 3 დღით. ხო, ახლა რატომ მიდიან? იმიტომ რომ იქ არის სასტუმროც, რესტორანიც ერთად. ალბათ ამ ხრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ თუმცა იგივეს დავიმეორებ, რომ მე რომ წვენებში არ ჩამოსულიყავ სამუშაოდ, მე ხონის ისტორია დღეს არ იცოდინებოდი. რაც არ უნდა ჩემი შეცდომაც იყოს და ვაღიარებ, ჩემი შეცდომა შეიძლება არის, მაგრამ გონია რომ ნებისმიერი მარტო ხონი და ქუთაისი და წყალტუბო არა, ნებისმიერი საქართველოს რეგიონი, ქალაქი თუ სოფელი იმსახურებს და მართლა იმხელა ისტორიის მატარებელია, რომ აი ყველაფერზე ძალიან ბევრი უნდა ვწეროთ და უნდა მივიტანოთ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ახალგაზრდებზე უფრო მეტად, ეხლა რომ ყველა მიცოდეს რაღაცა ისტორიები და დღესდღეობით ალბათ რა ვიცი, მადლობა პირველ რიგში წვენებას და მეორე რიგში ხოს, რომ ეს ყველაფერი გავიგე და რაღაც ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესე შეხება არ გვაქვს ხოლმე კონკრეტულ რაღაც ადგილებთან და სიამოვნებით მეცოდინებოდა ყველა რეგიონის, ყველა ადგილის ისტორია, რომ რაღაცნაირად მე სხვასაც გადავცე, აუცილებელია ჩემი აზრით. და ბოლოს შეკითხვა და დავასრულებთ ამით, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. რატომ უნდა მოვიდეს, არა მარტო ჩამოვიდეს, რატომ უნდა მოვიდეს წვენებში ტურისტი ან ადგილობრივი ადამიანი, რით გამოირჩევით სხვებისგან და რას ახვედრებთ? ეს კერძია თუ ინფრასტრუქტურაა თუ ბაღია ლამაზი, არ ვიცი, ამაზე თქვენ დაგიტოვებთ სალაპარაკოთ. აი მაგალითად მე რატომ უნდა მოვიდე წვენებში? პირველ რიგში ისევ ინფრასტრუქტურით დავიწყოთ, მართლა ძალიან ბევრი შრომა არის ჩადებული და ულამაზესია და ყველა დეტალი გათვლილია და ხელით გაკეთებულია. თუნდაც დამფუძნებლიდან დაწყებული, რა ვიცი, აი ნებისმიერი ადამიანის უდიდესი შრომა არის ჩადებული და ეს მართლა გასათვალისწინებელი და რაღაცნაირად დასაფასებელია. მეორე რიგში ალბათ ჩვენი სამზარეულოს გამო, რომელიც თამამად ვიტყვი, რომ ძალიან გემრიელი და განსხვავებულია, მართალია შეიძლება და დღესდღეობისას დავამიდის აუცილებლად ვახსენებ ფასებთან დაკავშირებით თუნდაც, მაგრამ ნებისმიერი პროდუქტი რაც გვაქვს არის ნატურალური, არის ისევ ჩვენი ხონის, ესე რომ ვთქვა, ჩემად მოვიხსენიებ უკვე, ჩვენი ხონის და ნამდვილად ვიცი, რომ ეს პროდუქტები არ არის რაღაცა ესე არჩევითი, უბრალოდ არის ნატურალური და თუნდაც სოფლის და თუნდაც კარგი და რაც მთავარია, ნებისმიერი ჩემი ჯგუფის წევრი, მიმტანიდან დაწყებული, უბრალოდ დიასახლისით დამთავრებული, ყოველთვის მზად არიან შეხვდნენ სტუმრებს ისე, როგორც საჭიროა და როგორც ქართულ სტუმარმასპინძლობა შეეფერება. რა თქმა უნდა, ჩემი თამატობით. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს სამი კრიტერიუმი საკმაოდ საკმარისია იმისთვის, რომ გვესტუმროთ და კიდევ ერთი რამ, ხალხი საკმაოდ კრიტიკულია, სულ რაღაცა ელემენტარულ შეცდომად შეიძლება არ გაპატიონ, ამასაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ნებისმიერი კრიტიკის, ნებისმიერი შეცდომის მიღებისთვის მზათავართ და აუცილებლად ნებისმიერ რამეს გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ შეცდომას მაშინ უშვებთ, როცა ბევრს მუშაობთ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ რამ ჩვენთვის მისაღებია და სიამოვნებით ყველას ყოველთვის უმასპინძლებთ.
ძალიან დიდი მადლობა თაკო, მე მინდა ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს შევახსენო, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა თაკო ჭუმბურიძე, მენეჯერი, რომელიც მიხედვით მისი ახალგაზრდა ასაკისა, საკმაოდ დიდი გამოცდილებით, რა ვიცი, 10-ამდე სასტუმროსა და რესტორანს მოიცავს მისი გამოცდილება, თავის დროზე ქუთაისის ბევრი კარგი რესტორანის გამართვაში, როგორც მენეჯერი იდგა სათავეში და ხონში ნამდვილად სასიამოვნო ასეთ კარგი მაშინ რომ შენ დაუკავშირე ეს ყველაფერი და მაგალითი იმისა რომ ხონელები ან სადმე თუ გინდათ სამდრედიელები ან თუნდაც მარტოელები კი არ უნდა გავბოდეთ ჩვენი მუნიციპალიტეტიდან აი არის მე მაგალითად ჩამოსხონ ქუთაისიდან დავდივარ ხონში სამუშაოდ შენ ქუთაისიდან ხონში ჩამოსვარ პირიქით უნდა ხონში არათუ დავბრუნდეთ ვინც ხონელები არა ვართ ისინიც კი დავბრუნდეთ ხონში ისეთი მაგარი ქალაქია ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ